გამარჯოს. მოგესალმებით მეგობრებო. მოგეხსენებათ ტურისტული სეზონია და პარიზის მთავარ ქუჩებში საქართველოს ტურისტული ბანერები გამოჩნდა. ანუ ფრანგებს და არა მარტო ფრანგებს ვთავაზობთ საქართველოში დაისვენონ. როგორ აწერია ნეტა შეთავაზებები ეს მაინტერესებს, ეგა საინტერესო. Voulez-vous ხინკალი? ან კიდე ანტრელე ბიკენტიას კაბაბი. თუ აი ეს არის საინტერესო. აუ როგორ მომინდა ბიკენტიას კაბაბი? დავანებო თავი მე პრობლემა. კარგია, კარგი. სხვათა შორის მაგაცმა დამირეკა პარიზში ცხოვრობს და გახარებული იყო. ვნახე ბანერები და რა მშვენიერი კურორტები გქონია. ბეშუმი, ლაშიჭალა, ძუღური და რა ვიცი რომელი ჩამოვთვალე. ღნორის არ გამომიტო. ჩემი მირიანის სამშობლო. მე მივდივარ და ხოდა გაიხსნება ახლა საქართველოს ფრანგები და ისმინებენ კუსკუსუ დეჟიტემ ჯოღია. კარგია, მაწონი გაიყიდება. თავისთავად. აბა კაცი რო დაბოდიალოს პარიზის ქუჩებში და არ იცის რა გააკეთოს, საწავიდეს. დაინახავს ბანერს და იყიდის საგზურს ეგრევე. თან უკ უსაშველო ცხელა და ჩვენთან ქარივანიცაა და აგრილებს. ისე დასვენების გაცვლითი პროგრამა გავაკეთოთ საფრანგეთთან. არ იქნება ურიგო, ა? შეგენაცვალე. ჩვენ ჩავალთ ნიცაზე დასასვენებლად და ისინი ჩამოვიდნენ ჩაკში. რა? ხო, ახლა ჩვენ უნდა გავუჭიროთ ცოტა. ო, თორე. კი ბატონო. ამიტომ ძვირფასო ფრანგებო, ვიმოგზაუროთ ჩვენ მაქეთ, თქვენ აქეთ და მერე გადავწყვიტოთ რომელი უფრო სიყვარულის ქალაქი. პარიზი თუ სიღნაღი. უნდა აღვნიშნოთ, რომ ახლახანს ჩამოვიდა პროექტ ნიჭიერის აღმოჩენა ნიუ-იორკ კოშნელი, რომელიც ჩვენმა იუმორისტულმა გუნდმა გაუშვა პარიზში, ხოლო ტურისტულმა კომპანიამ გიორგი პარიზმა დაათვალიერებინა იქაურობა და დიდი მადლობა მათ ამისთვის. მოგზაურია ახლა უკაცრავად ეიფელის კოშკის ძირში რო იმღერებ. რა ბედნიერება. აბა რა. პირველად მასე ვიყავი მე ძვენახის პლანებში რო იმღერებ. მე სტილში ვიმღერივარ ძირითადად. ტყემლის. მოგზაურობის ნაწილი გასაგებია და რაც შეეხება მუსიკალურ ნაწილს, კი ბატონო. და ჩვენ შოუში დოლგარბოზე უკრავს და ტურისტების მიღების განწყობაზე გვაყენებს ქსოვრელები და გიორგი შოშიტაშვილი. რაღაცა სპირტის სული მომდის. თუ არ ვწდები პაატასგან, რომ ბერავს ეს გუშინდელი ნაბახუსები იფქვევა გარეთ. მე შენ გითხარი გადაცემის ჩაწერის წინ ნუსვავ. არ მიჩენებ და ეხლა იწვალე კიდე 2 საათი. აბა, და შორის მე შევდიშე, წეგარ პაატა თუ ხო დაჯდა 2 წუთის მერე მიყვას სული. სამი წუთის მერე კლარნეტი. კლარნეტიც კი ნაბახუსებია. კარგია. რადგან პარიზი ვახსენეთ, ხვიჩაზეც უნდა ვთქვათ რა თქმა უნდა. კლუბების მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი გაიმართა, დიახ ბატონო და სადაც ერთმანეთს შეხვდნენ ფრანგული PSG და მადრიდის რეალი. ხოდა სუპერკომპიუტერმა იწინასწარმეტყველა რომ კვარა გოლს გაუტანდა რეალს. ანუ სუპერკომპიუტერს ჩვენი სუპერბიჭი მოსწონს. ეს კარგია. კვარამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ სუპერკომპიუტერს არ ეთქვა ყველაფერი დავსი და კვარაცხელიამ გამისხა მარტო. მე მგონი მაგ სუპერკომპიუტერს მეგრული პლატა უყედია. ამიტომ ლოგიკურია კვარას გოლის გატანა რომ იწინასწარმეტყველა. რადგან მეგრილებს ერთმანეთის და გოლების გატანა არ ეშინებათ ჩემო ბატონო. ნამდვილად, რადგან კომპიუტერმა კვარაცხელიას გოლი იწინასწარმეტყველა, უეჭველი ლელა კაკულიას გადაყენებული იქნებოდა ვინდოზე. ლელასი თუ არა დავით კაკულიას მაინც. ჩვენი დავითის ისე სად იყო სუპერკომპიუტერი, ჩემი უბნელი სუპერბირჟავიკები რომ უეჭველ კუს წინასწარმეტყველებია. სად იყვნენ ეგრე? თავიდან არ უჯერებდნენ სუპერკომპიუტერს, სანამ არ დაიგინა. უეჭველია ჩემი ასე და ისევ რა. მაგის ახსნა უფრო პოეტურად და შეიძლებოდა ჩემო ნიკოლოს. აი ნახე, ახლა როცა ამ პროგნოზს წერს
ChatGPT იწვის დნება, კვარაგოლი არ გამაზო გინება, მე არ ამცდება. გარიძმულა. აი ეს დაამთავრო. ცოტა წაუსიმღერო, ეხლა მოდაშია სიმღერით ლექსები. კი ბატონო. ერთი უცნაური სიკეთის ამბავი უნდა მოგიყვეთ ჩემო ძვირფასე. დეტროიტში. წამიდი პოეტური ხარ. დეტროიტში ფულის წვიმა წამოვიდა. შეგენაც. ახლა ვიაგეხსნით რა მოხდა. ავტოსამრეცხაოს მფლობელმა ქველმოქმედების მიზნით ვერტფრენიდან ფული გადმოყარა. აი, შეგაიკაცო, ცოტა აქეთ გადმოყარა. ჩვენ უფრო არ გვიჭირს, თუმცა დარწმუნებული ვარ, ქართველებს მაინც შეხვდებოდათ იქ რაღაც. აი, ვერტფრენიდან გადმოყრას ისე ეჩუქებინა ხალხისთვის ფული არ ჯობდა, თან ვრეცხავი კაცია და სამართლიანად გაანაწილებდა სედანი $20, ჯიპი $30. ისე რა არის ცხოვრება? საქართველოში მღერიან ციდან მწვანე დოლარებით სიოტესო და დეტროიტში ცვიო. აბა ცოტა მანძილში არის აცდები. ჩემი ბედი რო ვიცი, ვერტფრენიდან რო ფული ცვიოდეს, მე პილოტი დამეცემა. რა არის ვიცი ჩემო ნიკოლო, ჩვენთან რო ფულის წვიმა მოვიდეს, ქართველები იტყვიან ნახე რას წვიმს, სუფთა დასალევი ამიდიაო და შეგროვების მაგივრად დალევას დაიწყებენ, როგორც შემიტყობენ. ამიტომაც მოვიდა დეტროიტში დოლარების წვიმა და აქ კიდე ხალხი წუწუნებდა, დღეს გავრეცხეთ მანქანები და რა ახლა გაწვიმდაო. კარგი, დავბრუნდეთ თბილისში, სადაც 12 მეტრო სადგურის რეაბილიტაცია იგეგმება, გადასარევი. 16 სადგურია სულ და გამოსასვლელი ყოფილა თრიალა. ნეტა 12-ვეში ერთდროულად იწყებენ თუ როგორ იქნება ეს საინტერესო ალბათ მიყოლებით რამდენიმე სადგურს არ გააკეთებენ თორე ვარკეთილში რო ჩახვალ მეტროში და შემდეგი გაჩერება ღმაღანეში იქნება ცოტა ძნელი იქნება. კი ბატონო. თან ახლა მაგრად გჭირდება მეტრო. მარტო საცობების გამო კი არა, მეტროში ყველაზე მაგრად გრილა თბილისში საერთოდ. საერთოდ ყველაზე მაგრად მე მგონი მეტროში გრილა ყველა ქვეყანაში. მიწის ქვეშ. მიტუ არ მოდის მამანჩი. ასე რომ არ გაგიკვირდეთ მეტროში მალე რომ დაინახოთ ხარაჩოებში ჩასმული კოტე მარჯანიშვილი. მოკლედ მიწის ზედა საქართველო ხო შევაყარეთ ტურისტებს და ახლა მიწის ქვედასაც ვაყარებთ ნელ-ნელა. კი ბატონო, აი ახლა კი ცოტა სევდის მომგვრელი ამბავი. რა თქმა უნდა, გეტყვით ახლავე ისააკ ნიუტონის 1704 წელს დაწერილი წერილი იპოვეს, სადაც ის წერს, რომ 2060 წელს იქნება სამყაროს დასასრული. იმედია წერილი მთავრდება ასე, მართლა კი არა ვიხუმრეო. ცოტა გამაჟრჟოლა კიდე კაინება, ათასავით ნახე იმას დასახია. იმისთვის დამდგარია უკვე. კარგია. არის წერილი ცხონებული ისააკის ასე მთავრდება. მე გაგამთხილე და აცი თქვენი ცით რას გინდა. ნუ ფაქტია რომ 1704 წლიდან მოგვიშალა კაცმა ნერვები და დაგვაწყვიტა, აღარ შეგვიძლია. კარგი რა, ეგ რო დაწერა უეჭველი, როდის დაწერდა, იცი ვაშლი ეკრებოდა ახალი მოხვედრილი თავში და არ უნდა გეთქვა ეს ინფორმაცია. ახლა ისევ ზეცი და ტუალეტის ქაღალდზე ატყდება ერთი ამბავი, რიგები დადგება მარკეტებში, მომარაგებას დაიწყებენ. აუ, კი ბატონო, გადავიდეთ მაშინ შევცვალოთ თემა, გადავიდეთ ნორვეგიაში. სადაც თურმე ჩვენზე უარესებიც ხდება. რა მოხდა ასეთი ძალიან მაინტერესებს. რა და ნორვეგიაში 10,000-ობით ადამიანს შეცდომით აცნობეს, რომ მილიონი მოიგო. პროგრამული შეცდომა მოხდა და დირექტორმა თანამდებობა დატოვა. ანუ ჯერ პროგრამამ გაჭედა და მე ნახევარმა ნორვეგია, ხო? გასტაგები. ანუ ჯერ სიხარული დაუხეთხეს ხალხს გულები, მილიონი მოიგეთო და მე უი არა შეცდომა ყოფილაო ამით. არა და რამდენი წამოვიდო და სამსახურიდან და აგინებდა უფროს. წავედენ ისინი დედაცენია. და ვინიც ის კიდე რამდენმა უფულო ადამიანმა იკისრა მილიონის მოგების სუფრა. ბოლო გამიგებით. ერთი სიტყვით ეს იყო ერთადერთი დღე, როდესაც ნორვეგელებმა გინებით ქართველებს აჯობეს. და იმ ლატარიის დირექტორმა, ნუ ამის გამო თანამდებობა დატოვა, იმ მოტყუებულმა ხალხმა რა თქვა? რა თქვა და გამახსენე ნორვეგიულად როგორ არის
პატრონი? აუ არ მახსოვს, არა ენის ფერზე მადგას ვიჭო ვიცოდი. კარგი, გააგრძელებაში. და მონოლოგის ბოლოს სახალისო კრიმინალი მინდა გაგაცნოთ. ალაბამას შტატის პოლიცია ეძებს მძარცველს, რომელმაც მაღაზია სკუბიდუს ფორმაში ჩაცმულმა გაკვირდა. ნახოთ ფოტო. მე მგონი დამნაშავე ბავშვთა გასართობ ცენტრში უნდა ეძებოდი. აბა სკუბიდუს ფორმა საიდან მოიტანა, რა ვიცი. პოლიციამ განცხადება გააკეთა, ჩარიდუ გაგვიგია ფანჯიდუს, შაშიდუს გაგვიგია ეს სკუბიდუ. ის სიკოტელია, ვინ არის? ბიჯანდაბა და ძაღლია. ეგაა ძაღლი, ება ჩემი ძაღლია, ძაღლი. 10 წლისა და ჩუსტების მოტანა ვერ ვასწავლი. ხანხის გარდა მაღაზიიდან წაღებულია ძეხვები, თევზის კონსერვები და ძვლიანი ხორცი. მოვარე სუთქავ შეკაი ადამიანო, მძარცვა, ყველა კუთხეში რატომ იამციო? მონიშნა. მოკლედ, ერთი ამბავი ატეხილი ალაბამას შტატში, სკუბიდუს დასაჭერად გამოიძახეს პოლიციელი ძაღლი დრუპი, სუპერმენი, ჰალკი და ნუბაგაძის გელი. ხა წარმოიდგინე როგორ დაждდება სკუბიდუს ეს პერსონაჟები და კარგი მუსიკა მოუხდება. მერე შეობა და მუსიკა რა პრობლემაა? ჩვენ შოუში ხო დოლგარმონზე უკრავს და კეიფის განწყობას გვაყენებს ქსავრელები და გიორგი სკუბიდუ შოშიტაშვილი. მადლობა ბიჭებო. შენ არ გეგონოს რომ არ გვახსოვს რომ უცოლო ხარ, უბრალოდ ერთი დღე გაცალეთ. ეს ხუთშაბათი გაცალეთ. როგორც წესი, ახლა შოუში მუსიკალური ნომრის დროა და დღეს გვინდა რაღაცა ისეთი ჩავიდინოთ აი ორიგინალური რაღაცა ამბავი. ორიგინალური ამბავი. მოკლედ ჩვენი ერთ-ერთი სცენარისტი და ნიჭიერი კაცი ილია ლოსაბერიძე დაგვეხმარება ამ ყველაფერში. აღმოჩნდა, რომ ილია ძალიან უყვარს ელექტრონული მუსიკა, თავისუფალ დროს დიჯეობს თურმე, კიდეც და გადავწყვიტეთ დღეს ილიას და პატას კოლაბორაცია შექმნას. არა მარტო ჩვენი, აქ მთავარი არის ქსოვრელები მინდა ჩავთო. ამაშია. აი, იცი როგორი ამბავია, მოდი ჩვენ ავიღოთ რამე ისეთი ძალიან თქვენი სიმღერა, რომელიც აი მაგალითად არ ვიცი ხა ბევრია, მაგრამ აი პატარა გოგო აი ესეთი განთქმული ყველამ როიცის და თან არაჩვეულებრივად გამოდის და მაგაზეც არის ხო დაწერილი თქვენ ინსტრუმენტებზე. და ნახოთ აი როგორ შეიძლება კლუბური მუსიკის ამ სიმღერის და რაღაცა სიმღერის და თქვენი დაკვრის სინთეზი. რა თქმა უნდა. იქნება კარგი რამე გამოვიდეს. თან ილოს ვთხოვოთ რომ მობრძანდეს და მეც დაგეხმარებით. მოკლედ ასჯერ გაგონის ერთხელ ნანახი ჯობიაო თქვა ნიკა არაბიძემ თავის დროზე და ახლაც იგივეს გაიმეორებს. ხო.